პირამიდების მშენებლობა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით, დაახლოებით 2700 წელს. მათ აშენებდნენ ფარაონები, ეგვიპტის მმართველები, რომლებსაც ღმერთებად მიიჩნევდნენ. ყველაზე ცნობილი პირამიდაა ხეოფსის დიდი პირამიდა, რომელიც აშენდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2570 წელს. თავიდან პირამიდები იყო ფარაონის საფლავები, სადაც მმართველის სიკვდილის შემდეგ მარადიულ ცხოვრებას აგრძელებდა. ხეოფსის პირამიდა შედგება დაახლოებით 2 მილიონი ქვის ბლოკისგან. ერთი ბლოკის წონა საშუალოდ 2-დან 3-მდე ტონაა, ზოგი კი 60 ტონასაც აღწევს. ისმის კითხვა, როგორ აკეთებდნენ ისინი ამას? ასე ნამდვილად არა. ოფიციალური ვერსიით, ქვას ჭრიდნენ ახლომდებარე კარიერებში. ნილოსით მოქონდათ ნავებით და მიწის დახრილი რამპებით წევდნენ ზემოთ. დიდხანს ეგონათ, რომ პირამიდებს მონები აშენებდნენ. მაგრამ თანამედროვე არქეოლოგია მაჩვენა, რომ მშენებლები იყვნენ. ანაზღაურებადი მუშები კარგად კვებავდნენ, ჰქონდათ საცხოვრებლები და სამედიცინო დახმარება. მათთვის პირამიდის აშენება იყო ღმერთის მსახურება. არსებობს რამდენიმე თეორია. გარე რამპები. გრძელი მიწის დახრილი გზები, რომლითაც ქვას ზემოთ წევდნენ. პრობლემა ისაა, რომ რამპის აშენება თვითონ უზარმაზარ რესურსს მოითხოვდა. შიდა სპირალური გვირაბები. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ პირამიდის შიგნით იყო სპირალურად ამავალი გზები. ეს თეორია დღემდე განიხილება. მესამე, წყლის ტექნოლოგია. ზოგი ვარაუდობს, რომ იყენებდნენ წყალსა და ცურვის პრინციპს ქვის ასაცევად. დადასტურებული პასუხი ჯერ არ არსებობს. პირამიდები იდეალურადაა ორიენტირებული 4-ვე მხარეს. შეცდომა მხოლოდ რამდენიმე კუთხის წუთია. ეს დღესაც რთულია თანამედროვე ხელსაწყოებით. პირამიდების განლაგება გარკვეულწილად ემთხვევა ორიონის თანავარსკვლავედს. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ფარაონის სული ვარსკვლავებში ადიოდა. პირამიდების საიდუმლო არა მხოლოდ აშენება, არამედ მათი გამძლეობაც. ბაზა იდეალურად ბრტყელია, ქვები ერთმანეთში ისე ზის, რომ დანის პირიც ვერ შევა. ფორმა იდეალურად ანაწილებს წონას, ამიტომ ისინი მიწის ძვრებსაც კი უძლებენ. ჩვენ ვიცით, ვინ აშენა პირამიდები, როდის აშენდა, რატო აშენდა, მაგრამ ზუსტად როგორ, ეს კითხვა დღემდე ღიაა. შესაძლოა ძველი ცივილიზაციები იმაზე ბევრად ჭკვიანები იყვნენ, მიხმენ ვიდრე ჩვენ გონია. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოწერა არ დაგავიწყდეს.